ოზურგეთის სოფელ ბავშვი ვართ. ჩემი დედულეთი აქაურობა. მე ასკანაში გავიზარდე, მაგრამ ეს ჩემი ბებიას ეზო და სახლია. სად უნდა ვიყო, რა სასახლეში უნდა მეძინოს, რა დიდებულ გარემოში არ უნდა ვიყო, ყველაფერს მირჩევნია აქაურობა. არაფერში რომ არ გავცვლი, არასდროს და ყველაზე საუკეთესო და თბილი მაკავშირებს და მათფობს და მავსებს აქაურობა. აქაურობის გარეშე მე არ შემიძლია. შევიხედოთ. ეს ჭიშკარით ჩემი ბებიას დროინდელია. ფერიც არ შევცვალე, როგორიც იყო ისეთია. ბაღი ცოტა უკეთესი მოვლილი კი შეიძლებოდა, მაგრამ თბილისიდან რა ვქნა, არ წვდება თოხი. სანამ ბებია ჩემი იყო, სულ სავსე იყო ლურჯი გორტენზიებით. აქაურობა ბევრი იყო ამ ჭიშკართან. ახლა უკვე ნელ-ნელა ვეღარ ამწუხაროთ აქ ჭა. ჩემ ბაბუას დროინდელი. გვიმრა მოსულა ჭაში, რა მაინც წყალი კაია. ხმარობენ აქ ჩემი მეზობლები ყველა და აგერ სამეზობლო ჭიშკარი ჩაკეტილია. აქაურობას რაც სითბო უნახავს და სიყვარული შეშურდება ყველაფერს. ამ ეზოში სულ სტუმარი იყო, სულ სიხარული იყო, სულ სავსე იყო ბავშვები. არა, ისეთი სითბო, რაც აკტრიალებდა, მე სხვაგან არც წარმომიდგენია თუ შეიძლება იყოს კიდე. იმას განგება რა ვაშორებ, მომწონს ისე. ცოტა უპატრონობა რომ ეთქვა. თავს ვილუგეშებ. გული მწყდება. გულა ჩუყებული ხარ. სულ ესა პატარა მოგრძალებულია, მაგრამ როგორც გითხარით, სასახლეს მირჩევნია. ეს ჩემი ბაბუა ნახეთ როგორი კაცი იყო. შაფერი კარაკულის ქუდი ახურავს. აგერ ფეჩი გვინთია სამთარში, ეს ფეჩი ყოფნის აქაურობას. რათა შორის აქაურებმა იციან მაგის ფასი კარგად. ეს ჩემი ბებია ესმა. შვენიერი ქალი იყო, თხელი, ნაშრომი, მაგრამ ღონიერი და ყოჩარი. ეს ჩემი საძინებელია. ეს კომოდიც ბებიას დროინდელია, ეს საწოლიც ბებიას დროინდელია, საბნები ხელი არ მიხლია, ყველაფერი მისი დროინდელია. ნაკუძებისგან შეკერილია. ეს სუფრა იყო ჩემი ბებიას სუფრა. დიდი მაგიდა გვედგა, დიდი წაბლის მაგიდა და იმ მაგიდაზე სტუმრები რომ მოგდიოდა, მაშინ აფარებდა, მე კედელზე გავაკარი. ეს კარადაც ისე იყო მონჯღრეული და შუა ნაწილი ვერ აღვადგინეთ ამ უშეთკას დაუდგილისა. აქ საძინებელია სტუმრებისთვის. ვინმე რომ მახლავს, აქ დავაძინებ. ეს საწოლებით ჩემი ბებიასია. არაფერი ხელი არ მიხლია, ყველაფერი ისეა როგორც იყო. ეს სახლი ჩემი აშენებულია. ჩემმა მოყვრებმა, ვაშალომიძეებმა მიშენეს. ყველას გონია ძველი სახლია, ბებია ჩემის დროინდელი, მაგრამ ასე არა. აქ იდგა ორსართულიანი სახლი, როგორც ბევრი ახლა გურიაში და მე ის სახლი დავანგრიე და უფრო პატარა დაბალი საფეხურებზე ხა ჩვენი მაღალზე ვდგავართ. 2 მეტრიანი ქვის ბარჯგებია ქვეშ. და იმაზე დგას ეს სახლი და ძალიან მოხერხებულია. სამთარში თბილია, ზაფხულში გრილია, კრამიტი აპარია თავზე, ქვეშ ქარი უქირქილებს. რაფერი ყანამად გახედე თბილისიდან. რამა ჩემის ნაშრომი. უკანა კარებსაც გაგიდა ქაშვენ. შვენივრად წამოხოჩრილი ხაშარში აქვს იმინდი. ამ ფორნოსებით ბებია მეზობლებთან გაგვატანდა მოსაკითხს. დააწყობდა გემრიელობებს და გვეტყოდა გეიხეცი ბებია. და ვერიჩკას მოუკითხე. გადააფარებდა ზეიდან გაკრახმალებულ ტილოს და გაგვატანდა. ყველაფერი იქაურობას მახსენებს და იმას. აი არა ხო არაფერი, აი ნახე. წვრილი დეტალია, მაგრამ დაჟანგული საკითი. მაგრამ ყველაფერი იმ დროინდელი. პატარა აბაზანა. ეს ყველაფერი ხო ხისა, ეს უკანა მხრიდან მოდგმული აქვს ბეტონის. ჩემთვის სახლიცაა და სასახლეცაა. დიდებულ სასახლესაც მირჩევნია. ჩემია და იმიტომ. ეს მასაც ძალიან უყვარს აქაურობა და მიხარია. ხის კედლებზე საძინებელში ერთ ადგილას თანქრით ნიშნავ იმ ღამეებს, რამდენი ღამეც გავათიე. და ცოტაა სამწუხაროდ. იმდენს ვერ ვახერხებ აქ ყოფნას რომ მინდა. აფერჭრიალობს კარები. რომ არა მიჩვეული მუშაობა.
ეს ღობე აკაციისა 27 წლის წინ შევღობეთ და ნახე გაქანებული არა შვენიერია აკაციის სარიად აპობილი გული ყვითელი გულები და კი ამ შვენივრად რა ვიცი ვერული აქაურობას რაფერ მოუწდა და ამიტომ გადავწყვიტე ძველებურად გორტენზიები დავრქო ბევრი და მინდა ბევრი დიდი ბუჩქები იყოს კარგად ხარობს აქ ჰორტენზია და აზალია გაზაფხულზე აზალია და ზაფხულში ეს ჯიში სხვათა შორის ეს კაი ჯიშია ლენინგრადიდან მაქვს ჩამოტანილი იქაც კარგად ხარობს და ყვავის გვიან ეს ჯიშები ეს ლურჯები უფრო მაისი-ივნისში ამთავრებენ უკვე გახუნებულია ნახე და ეს დიდი ბუთხუზა ჯიშები ხარობს ზაფხულში და ზაფხულში აი აგვისტო სექტემბერში კარგადაა და მირჩევნია უფრო მაშინ ვახერხებ ჩამოსვლას და ამიტომ მინდა რომ ეგენი მოვამრავლო აქ ორი ცაცხვის ხედავრგე ორი ისე ზოებში ხშირად იყო შესასვლელში ყოველთვის ორი ცაცხვი ასე ეზოში ძველ ეზოებში ძველი სახლები სადაც უნდა ნახო აქ მთიან ადგილებში ძველ ეზოებში და ძველ სოფლებში ყველგან დგას შეიძლება სახლი აღარ იდგეს, მაგრამ ორი დიდი ცაცხვი დგას. რასთანაა ეს დაკავშირებული, არ ვიცი, ეთნოგრაფებს უნდა ვკითხო და რომ ავაშენეთ ეს სახლი, მაშინ აი რომ დავხურეთ. იმ დღეს ხურვას რო ვეძახით გურულები, კრამიტი რომ დავაფარეთ, იმ დღეს დავხურეთ. ეს იყო ზუსტად 14 წლის წინ, 15 წლის წინ. და ნამხელა უკვე. ჩემი დარგული. ერთი და მეორე. ის ჩემი ბაბუას დარგულია ძველი ჩვენი ბაბუების რომელიღაცა ბაბუის კაცმა არიცის რცხილა იმის ძირია მაგის ქვეშ ქვევრებია ჭურებია ეგეც გურული ამბავი არ ცხემლის ქვეშ წყავი იმიტომ რომ ჩრდილავს კარგად და ფესვები აქვს წვრილი და ჭურს არ აფუჭებს და ქვეშ ჭურები ჭურის თავი იმ ჭურებში ბებია ჩემი ამჟავებდა კეჟერა ფხალს და მწვანე პამიდორს